ჩვენი ბოლო მომხსენებელი არის ბატონი გია ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ამავე დროს აბასთუმის ობსერვატორიის თანამშრომელი. და წაიკითხავს გია საინტერესო თემა არის ზოგიერთი საინტერესო ასტრონომიული სიახლეები. მოკლედ, კაი, დავიწყოთ და ეხლა დავიწყებ იმით, რომ ზოგიერთი საინტერესო მოვლენა, ასე ვთქვათ, და სიახლეები ასტრონომიაში ცოტა რთული საკითხია, პირდაპირ გითხრათ, იმიტომ რომ თუნდაც მე 2 თვისი რო გამეკეთებინა, იგივე მოხსენება აბსოლუტურად სხვა საკითხებზე ვილაპარაკებდი. დარწმუნებული ვარ 2 თვის მე რო გავაკეთო, კიდე სხვა საკითხებზე ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ისე ხშირად და ისე სწრაფად იცვლება ეს ასტრონომიული სიახლეები, რომ ძალაუნებურად გიწევს რაღაცა აკეთ-იქით გადასვლა, გადმოსვლა. შეიძლება ეხლა ჩემი დალაგებაც, ჩემი სამორჩეული საკითხებიც არ იყოს თქვენთვის საკმარისი რაღაცა, ну რა ვქნა, დანარჩენი თქვენ მოიძიეთ ბოლო-ბოლო და ეგეთი რაღაც გავაკეთოთ. ეხლა უცნაური რა არის, იცით რომ აგერ ვინც შედარებით უფრო ხანგრძლივი ასტრონომები ვართ, იცის რომ ასტრონომიაში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. იცვლება, როცა დავიწყეთ ასტრონომობა დღეს მაგალითად ეგზოპლანეტებზე თავისუფლად რო ვლაპარაკობთ და დაუშვათ შავხელებზე თავისუფლად ვლაპარაკობთ, მაშინ ფანტაზიაშიც კი ისე ვიცოდით რა, შეიძლება ეგეთი რაღაცა იყოს, ან კიდე არ იყოს, ან კიდე ვიღაცის მოგონებული ზღაპრებიაო ეგ სტილში ვლაპარაკა. ამიტომ მე წავიკითხავ, დავიწყებ ჩემი ლექსით, უკაცრავად დროს ვაცდენ, გაბატონთავ და ეს ხო შემიძლია, რადგან ლექსია პოპულარულიც უნდა იყოს, ამიტომ ვიტყვი. უცნაური რა მომენტია, იცით რომ თვითონ იმაში რომ ერთხელ ჩავიხედე, შევთხევით და ბიბლიაში, ძველ აღთქმაში წერია დასაწყის ესე იწყება, რომ დანახა ღმერთმა რომ ნათელი კარგი იყო და გახარა ღმერთმა ნათელი და ბნელი. ბიბლია დაბადების წიგნი. ნუ მე გამიკვირდა, სიმართლე გითხრათ, ცოტა ისე გაურკვევად წერია, იცით, ესე იგი ღმერთმა არ იცოდა რას აკეთებდა მეთქი. ამაზე რომ და მივედი, იმიტომ პირდაპირ ჩაწერილია, რომ ღმერთმა გააკეთა და მე ნახა რა გააკეთა და მე მოეწონა ეს ამბავი და გააგრძელა თავის საქმიანობა და დავწერე ესეთი ლექსი. მე მგონი ღმერთი თამაშობდა, როცა გვაჩენდა, არაფრისაგან გძერწავდა საგნებს, მერე გვამჩნევდა. უკან მოხედრის მოსწონდა თავის ნამოქმედარი ადამიანი დღეცა ღამე ან სახედარი. ალბათ სიკვდილის მიტომ შექმნა ჩვენ ვარქმევთ სახაც, უფრო მრავალი რომ გაეცნოს სამყაროს ნახაც. როცა მორჩება თავის თამაშს, გვეტყვის განაჩენს, ის დაშლის ამ ჩვენ სამყაროს და ახალს გააჩენს. ანუ იმდენი რაღაცაა უცნაური, რომ ხანდახან მეეჭვება ხოლმე, რომ ღმერთმა იცოდა თვითონ რას აკეთებდა ამ ჩვენ სამყაროში. ჩვენ მით უმეტეს რა თქმა უნდა ბევრი რაღაცა არ ვიცით და სულ ახალ-ახალი ცოდნა ჩდება. სხვათაშორის ის ძველი ცოდნა ზოგიერთი იშლება, ზოგიერთი რჩება. იმედია როდისმე რაღაც დონეზე მაინც მივალ და რაღაც დონეზე მაინც გავიგებ. მოდით ახლა სასწრაფოდ გავიდგინოთ რაღაცეები, რომლებიც აი ჩვენ ყოველდღიურობაში ხდება და რატო ვერ ხედავ იმას? კაი. მოკლედ ახლა რა არის დღევანდელი საინტერესო და სიახლე ის არის თებერვალშიც და დაუშვათ იანვარშიც ჩანდა ცაზე 6-ვე პლანეტა გასწვრივ იყო განლაგებული სულ. ეს იყო პლანეტების პარასტრო ეძახიან ხოლმე მოგეხსენებათ ესა და თუ არ გინახიათ, დღესაც შეგიძლია გაიხედოთ, იუპიტერი ჩანს ძალიან კარგად, იქ ვენერა ჩანს კარგად და მაგრამ ცოტა ადრე ჩანდა ის რა ქვია სატურნის და სხვა ობიექტებიც და აი შეხედეთ ესეთი მოვლენა, ეხლა რომელიც იყო 28 თებერვალს მაგალითად გამეორდება 8 სექტემბერს 2040 წელში, მაშინ იქნებიან პლანეტები ერთად დაჯგუფებული და ყველა პლანეტა გამოჩნდება და გამეორდება კიდევ 2080 წელში 15 მარტს. ანუ შეგიძლიათ მოიცადოთ იმ შემდეგი ნახვებისათვის, ან კიდე დაუშვათ დღესაც გაიხედეთ რაღაცა პატარა კულტს სწავლეთ ამ მოვლენისა, რაღაცას დაინახავთ. რადგან მე მინდა რომ ესე დავალაგო ეს სიახლეები გარკვეულწილად აი აქედან მივდივართ შორს, ესეთი სტილით ვილაპარაკო, მოდი აქედან რამდენიმე საინტერესო დეტალს ვიტყვი, რომელსაც ჩემ სტუდენტებსაც ვეუბნები ხოლმე და ალბათ აი დაგინახავთ, ბევრს დაგინახავთ მეტეორიტი ალბათ. მეტეორიტი რა არის და აი შეხედეთ როგორ შეიძლება განარჩიოთ მეტეორიტები, რომელი რისგან შედგებიან. ფერების მიხედვით ეს არის ჩვეულებრივი სპექტრი, წვის სპექტრი არის ამ ნივთიერებისა, რომელსაც შეგიძლია დაუშვათ ექსპერიმენტის სახით შეიყვანოთ და გასქურაში ესა თუ ის ნივთიერება მეტალი რო დაწვათ, ზუსტად ეგეთივე ფერებს მიიღებთ. აი მეტეორიტიც ესეთივე, იმიტომ არის ესეთი სხვადასხვანაირი ფერებით გამოკვეთილი. მე აქვე მინდა გაჩვენოთ ერთი პატარა ფილმი, რომელიც ბრწყელი დედამიწის მოწინააღმდეგებზე აქ ლაპარაკი, საქმე ის არის რომ თვარის ესე ვთქვათ, რო იყო ლაპარაკი. მოკლედ აქ არის თვარიდან გადაღებული დედამიწა და
ამაზე ვფიქრობდი, ამას რო უყურებდიო, ეს ტყელი დედამიწის მომხრეები საინტერესოა ამ ფილმის ნახვის მერე, ან და ესეთი მსგავსი ფილმების ნახვის მერე თუ ამართლებენ ტყელი დედამიწას მეთქი. შეხედეთ როგორ ჩანს დედამიწა, იქითხრიდან როგორ შემოდის, როგორ გადის და ასე შემდეგ თვარე ეფარება ამ შემთხვევაში დედამიწას. რაც შეეხება წერალ თქვენ საკითხი დაიწყება საკუთარი და პრივატ ობსერვატორიების შესახებ. საქმე იმაშია, რომ ამერიკაში 1959 წლამდე სულ ყველა ობსერვატორია იყო პრივატი. ანუ საკუთარი ობსერვატორიები, რაღაცა ფონდების, რაღაცა უნივერსიტეტების, მაგრამ არ ითვლებოდა სახელმწიფო ობსერვატორიებად. 1959 წელს გაიხსნა პირველი სახელმწიფო ობსერვატორია, რომელიც რატო გაიხსნა? ახლა საინტერესო დეტალიც არის, რომ ჭირდებოდათ ფოტომეტრიული სტანდარტების გაკეთება, რომელსაც არც-ერთი საკუთარი ობსერვატორია არ აკეთებდა თავისი ინიციატივით და ამიტომ გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ სხვა 20 სანტიმეტრიანი პატარა ტელესკოპი დაიწყო ეს სახელმწიფო ობსერვატორია და აი NASA-ც მერე ნელ-ნელა აიგო მაგ მთელ სიუჟეტებზე. ეხლა საინტერესო მზის სისტემაში კიდევ ერთი დეტალია, რომელიც მე ამ დღეებში წავაწყდი, ეს არის პლანეტა ვენერა და პლანეტა ვენერაზე სიცოცხლეს რო ეძებს ყველა და ყველანი ვეძებთ ჩვენც ასტრონავტებიც, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ეძებენ ხანდახან ძალიან უცნაურ ადგილებში ცხოლმე. მაგალითად პლანეტა ვენერა, რომელიც აქამდე სრულიად წარმოუდგენელი იყო, რომ შეიძლება იქ რაიმე სიცოცხლის ჩანაზაღები არსებობდეს. იპოვნეს პლანეტა ვენერაზე, აი იმ ცხელ ატმოსფეროში ძალიან ფოსფინების კვალი. ფოსფინები, მე არ ვიცი ბიოლოგია მაგდენად, მაგრამ ვიტყვი ბიოლოგიისაგან, რომ თურმე ფოსფინები ეს არის ცხოველმყოფელობის კვალი და სადაც ფოსფინები არსებობს თავისთავად, ეს ნიშნავს, რომ იქ რაღაცა ცოცხალი ორგანიზმებია და ამ ცოცხალმა ორგანიზმებმა დატოვეს ეს ფოსფინები. ამიტომ არის ვენერა ჩვენთვის საინტერესო. სხვათა შორის ანალოგიური აღმოჩენა გააკეთეს რამდენიმე წლის წინაც, მაგრამ მე უარყვეს, რომ არასწორი დაკვირვებები იყო. ეხლა დაიწყეს ამის გამართლება, უკვე ხელმეორედ გადაამოწმეს და დაიწყეს გამართლება და თქვენს ესეც საინტერესო დეტალია, რომ ვენერას ზედაპირზე კი არა, სადაც 480 გრადუსია ტემპერატურა, არამედ სადღაც 50-60 კილომეტრის სიმაღლეზე, სადაც შეიძლება ტემპერატურა გაცილებით დაბალი იყოს, ღრუბლებში იქ შეიძლება იყოს რაღაცა ისეთი პირობები, რომელიც სიცოცხლისათვის, ანუ სასიცოცხლო ზონად, სადაც შეიძლება ჩავთვალოთ. ანუ 0-დან 100 გრადუსამდე ცელსიუსით, რომ ტემპერატურული რეჟიმი იყოს, რომ იქ თხევა წყალზე, ну რა თქმა უნდა, მიკროორგანიზმების დონეზე, რაღაცა ეგეთ დონეზე შეიძლება აქ ლაპარაკი იყოს. ეხლა გადავახტები შემდეგი არის, რაც ახლა ამოვიყე ესეთი კუმუამუა. ესეთი ძალიან უცნაური სახელის მქონე და ესა ობიექტი, რომელიც არის პირველი, რომელიც შემოიჭრა ვარსკვლავთშორის სივრციდან ჩვენთან, ასე ვთქვათ, ეს თავიდან ფიქრობდა, რომ ეს იყო კომეტა, რომელიც მოძრაობდა თავისი პარამეტრებით, შემდეგ მისი დინამიკით დაზუსტა, რომ ეს კომეტა არ შეიძლებოდა ყოფილიყო გაცილებით უფრო მეტი სიჩქარეები ჰქონდა, იქ რაღაც აღწერებში არის სიჩქარეები რაღაც 38 კილომეტრი წამში და უფრო მეტის და ასე შემდეგ და მიმართულებაც ისეთი ჰქონდა, რომ აშკარად ჩვენი მზის სისტემის ობიექტი არის და გარდან იყო შემოსული. მერე ამ ობიექტს, რომელიც აღმოჩენილია თუ არ ვცდები ჰავაის ტელესკოპზე, დაარქვეს ესეთი სახელი, რომელიც აი ესე გამოითქმის ჰავაიელების ენაზე და თურმე ნიშნავს, რა ქვია, შიკრიკს, რომელიც პირველად მოვიდა შორიდან. ანუ ეს არის შიკრიკი, ჩვენთვის არის შიკრიკი, რომელიც მოვიდა ვარსკვლავთშორისის სივრციდან და საინტერესო რა დეტალია, რომ გამოთვლილია მისი ორბიტა და ხო, ძირითადად შედგება რკინისგან, არის ძალიან სწრაფად ბრუნავი, თან რითია განსხვავებული სხვა ადგილობრივი ობიექტებისაგან, რომ ადგილობრივი ობიექტებს აი გინახავთ ალბათ ასტეროიდები რო არის, შედარებით პატარა უფორმოები, წაგრძელებულები, რაღაცა და იმ ყველას აქ შეფარდება სიგრძის და სიგანესთან, აქვს 1-3-თან, მაქსიმუმ შეიძლება გქონდეს, მეტი არა. აი ამას შეფარდება აქვს 1-10-თან, ანუ ძალიან გაჭიმული ობიექტია. გარკვეულწილად თავიდან გაჩნდა ის ეჭვიც, რომ შეიძლება ეს ყოფილიყო ვიღაცა უცხო პლანეტელების ხომარდი და ეგეთი რაღაცები, მაგრამ მე ეს ეჭვი გამოირიცხა და ნახეს, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ობიექტი, რომელიც მოფრინავდა ვეგას არედან, ანუ ქნარის თანავარსკვლავედიდან არის დაახლოებით იმ მიმართულებიდან არის ჩვენსკენ წამოსული. თლად ქნარიდან გამოფრინდა თუ არა, თლად ვეგასგან მოფრინდა თუ არა, ეგ არ ვიცით რა თქმა უნდა. შემდეგი ახლა მოდი ამას თავი დავანებოთ, გადავახტეთ, ცოტა ვიჩქაროთ და საინტერესო რა არის კიდევ ესეთი ფაქტი და ნახე,
აი ფსიქია, ასტეროიდ ფსიქიაზე იმდენი ოქრო და იმდენი მეტალები ყოფილა, რომ აბსოლუტურად დააკმაყოფილეს დედამიწაზე ყველა ტრამპის ჩათვლით და მე აღარ იქნება ალბათ ომები. თითოეული ადამიანი დედამიწაზე მილიონერი გახდება ფსიქია, რომ ჩამოვიტანონ დედამიწაზე, ეგეთი რაღაცა იყო, ამაზე იყო ლაპარაკი. აი შევეხმიანები მაიას მოხსენებას და აი შეხედეთ გარდა დედამიწისა სხვა პლანეტებზეც არის ამ შემთხვევაში იუპიტერზე არის ძალიან საინტერესო ჩრდილოეთის სიალები. აქ იუპიტერის ჩრდილოეთის სიალთან დაკავშირებით უნდა გითხრათ ერთი საინტერესო დეტალი, რომ იუპიტერს აქვს გაცილებით ძლიერი მაგნიტური ველი ვიდრე დედამიწას. იქ რაღაცა გიჟური რიცხვი ეწერა 20,000 ჯერ უფრო მეტი ვიდრე დედამიწაზე. კიდე პლუს აქ რატო იყო ეს ხაზგასმა საინტერესო, რომ აღმოჩნდა, რომ იუპიტერის აი ამ ჩრდილოეთის სიალში დიდი წვლილი აქვს იუპიტერის თანამგზავრ იოს, რომელზეც აქტიური ვულკანებია ყველა ვიცი და ეს აქტიური ვულკანები რომ ამოირკვევა ხოლმე თან გამოსწორცნიან იმ ნაწილაკებს, რომლებიც იწვევენ იუპიტერზე ამ ჩრდილოეთის სიალს. აი ეგეთი, ანუ თანამგზავრი განაპირობებს დიდწილად დაუშვათ იუპიტერის ნათებასაც. ეგეთი რაღაცა იყო აქ საინტერესო. ეხლა მოდი გადავიდეთ შემდეგი ისევ მზის სისტემაში ვარ ჯერჯერობით. ვახლოვდებით მზის სისტემის კიდეებს და აქ აღმოჩაიწერან იყო ლაპარაკი რა ქვია ხელოვნური ინტელექტზე. ხელოვნური ინტელექტი არ ვიცი მე რამდენად არის ჩართული ჯერჯერობით, მაგრამ სოციალურს რაღაც ალგორითმები კი არსებობს ასტრონომიული ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის სუპერკომპიუტერით, ამერიკული სუპერკომპიუტერით გათვლილი ორბიტები, კომეტების ორბიტები. და კომეტების ორბიტები მზის სისტემაში, ანუ ოორტის ღრუბელი ქმნის თურმე ესეთი სპირალურ ფორმას. ეს იყო ძალიან უცნაური, რომ ჩვენი ოორტი მოგეხსენებათ, ეს არის ღრუბელი, რომელიც ჩვენ გვაკრავს გარშემო, ძირითადად შედგება კომეტებისაგან და ესეთი ობიექტებისაგან და აი ესეთი რაღაცა უცნაური სპირალური ფორმა აქვს. აი რო შეხედოთ ამ ღრუბელს, როგორ არის განლაგებული და სად არის საერთოდ ეს ღრუბელი, აი შეხედოთ, შიგნით არის მოთავსებული ეს მზის სისტემის 8 პლანეტა, შემდეგ არის აქ ჰელიოსფერო თავდება დაახლოებით აქა, მერე ოორტის ღრუბელი და ამ ოორტის ღრუბელში არიან კოიპერის სარტყელია იქვე, სხვათა შორის აი ახლა მეორე იმასაც გაჩვენ, აქ არა მაქვს სლაიდი, აგერ ამ სლაიდზეა, კოიპერის სარტყელია და კიდევ შიგნით, რომელშიც მოტავს აგერთად პლუტონი იმ კოიპერის სარტყელში მოძრაობს და ის დიდი ჯუჯა პლანეტები, რომლებზეც ახლა ბოლო დროს ჯუჯა პლანეტები გადაიყვანეს. აი ოორტის ღრუბელს აღმოაჩნდა ესეთი უცნაური უკაცრავად, ესეთი უცნაური ფორმა, აი რო შეხედოთ 3D განზომილებაში, რომ გაჭრათ, ყეთა რომ გააკეთოთ, ესე ძალიან უცნაური რაღაცა გამოვიდა. შემდეგი აქვე ვიტყვი მაგალითად ესეთი ეს ფოტო მომეწონა, ამას ესეთი სიახლე არანაირი დატვირთვა არ აქვს, მაგრამ ხშირად მეკითხებიან როგორ ვარსკვლავს ფერი აქვს. აი შეხედეთ, ნატურალური ფერებია ყველა ვარსკვლავის აქ მოყვანილი, წითელი ვარსკვლავები უფრო დაბალი ტემპერატურისაა, ესენი გიგანტებია, პრაქტიკულად აქ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებია, 25 ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ცაზე, მაგრამ ის არის რომ წითელი ვარსკვლავები დაბალი ტემპერატურისაა, ცისფერი ვარსკვლავები, თეთრი ვარსკვლავები ძალიან მაღალი ტემპერატურის ვარსკვლავებია. ეს არის ნატურალური ფერები ვარსკვლავების, რომელიც გააჩნიათ. თბილისში არ მოჩანს, რა თქმა უნდა, ეს არ გაიკვირდეთ, მაგრამ აი რომ გახვალთ სადმე ქალად გარეთ, ბნელ ადგილას, ტყიან ადგილას, ან და ისეთ მოწმენდილ ადგილას, ამას კარგად დაინახოთ. აქვე მე შეინოდა რომ გიას გადავკეთავდი რამისთვის, მაგრამ გია არ მოვიდა, ამიტომ ახლა თამამად შემილია თქვა. ორი საინტერესო აღმოჩენა, რომელიც გააკეთეს, აღმოჩენა კი არის უფრო ტექნიკური მიღწევა არის. ამ შემთხვევაში ეს არის ველტას მიერ, ანუ ეს წეგან თემურიმ რო ილაპარაკა დიდ ტელესკოპზე, იმ ტელესკოპით გადაღებული პირველი დედამიწიდან გადაღებული პირველი ეგზოპლანეტები, რომელიც პლანეტები რომ მოჩანს თვითონ. აი შეხედეთ ცენტრალური ვარსკვლავი, ამ შემთხვევაში ესეთი კორონოგრაფიის მეთოდია, დაფარულია ცენტრალური ვარსკვლავი და ორი თანამგზავრი პლანეტა, რომელიც გიგანტი პლანეტები, ამ შემთხვევაში დიდი იუპიტერებია, მაგრამ ისინი კარგად მოჩანს და მათი დაფიქსირება შეიძლება. ეხლა რატომ მომეწონა ეს ფაქტი მე და რატომ მოვიტანე ჩვენთან, აი წეგან ლაპარაკი იყო ჩვენთან, რომ ჩვენ გავაკეთეთ უკვე ამუშავდა ჩვენთან 1.5-მეტრიანი ტელესკოპი და ეს 1.5-მეტრიანი ტელესკოპი ახლა მიდის ჯერჯერობით ტესტირება მისი მოყვანა რეჟიმში და ასე შემდეგ, მე შეიძლება უკვე ძალიან ბევრი საინტერესო ასტრონომიული ამოცანა გაკეთდეს. წეგანდელი ფოტო გაკეთებული იყო 8-მეტრიანი ტელესკოპებით, მიაქციეთ ყურადღება. აი ეს ფოტო უკვე ეს აღარ არის პირველი, რა თქმა უნდა, ის იყო პირველი, ეს უკვე ახალი გადაღებულია უფრო, მაგრამ ეს ფოტო გაკეთებულია ზუსტად 1.5-მეტრიანი ტელესკოპით.
მე ძალიან მომეწონა და ვიფიქრე რომ ჩვენთანაც შეიძლება მსგავსი რაღაცეების გადაღება, გაკეთება და აქ მიაქციეთ ყურადღება მარტო გადაღებაზე არ არის. აი ეს ფოტო უკვე საშუალებას მეორედ რო გადაიღე, მესამედ რო მათი დინამიკის შესწავლა შეიძლება. დინამიკა კი ძალიან ბევრი ინფორმაცია გაძლევს ამ ობიექტების, თვითონ ცენტრალური ვარსკვლავისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სხვათა შორის გადავითვალე ერთის ასტრონომიულ ერთეულებში ერთმა უახლოეს ვარსკვლავამდე, უახლოეს პლანეტამდე მანძილი არის აქ 24 ასტრონომიული ერთეული, მეორემდე არის 38 ასტრონომიული ერთეული. ახლა ასტრონომები ვიცი რომ ტვინში სასწრაფოდ გადაითვლიან, ეს არის გამოსახულების დაახლოებით 1 სეკუნდამდე გამოსახულება, რაც ჩვენთან ობსერვატორიაში ფრიად მიღწევადი არის და შეიძლება ჩვენც გადავიღოთ ესეთი რაღაცები მივიღოთ და გავაკეთოთ. ეხლა გავაგრძელებ აი ეს მე ზოგადად ძალიან მიყვარს დინამიკა და ეს რომ ნახე ვერაფრით ვერ აუარე, აი ნახეთ როგორ მოძრაობს ორმაგივი ვარსკვლავი და ერთ ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს პლანეტა და ეს არის ხელოვნური სიმულაცია ბუნებრივია, მაგრამ დინამიკა ასე არის დაახლოებით და საინტერესო რა დეტალია რომ ამ ორივე ვარსკვლავის გარშემო კიდევ ერთი პლანეტა მოძრაობს. თუ მიაქცევთ ყურადღებას, მაგრამ ეს პლანეტა არ იცვლის ადგილს, ანუ მეორე ვარსკვლავზე არ გადადის. ესე დინამიკური სურათი არის. აქვე შეხვდა ძალიან საინტერესო რამ, ეს არის ვების გადაღებული, რა ქვია, ფოტო და მე მისი სიმულაცია. რა არის აქ? ეს არის როგორ იბადება ვარსკვლავი. ჩვენ უყურებთ ხოლმე, ჩვენ ხანდახან ეჭვი გვაქვს, რომ აი ეს ამ ადგილას ალბათ დაიბადება ვარსკვლავი, იმიტომ რომ ხედავთ გლობულას, ხედავთ რაღაცა პროტო წარმონაქვს ინფრაწითელი გამოსხივებით, მაგრამ ესეთი ჩამოყალიბება კონკრეტული რაღაცა, როგორც ვებმა გააკეთა ამ შემთხვევაში, პირველად გადაიღო როგორ არის ჩამოყალიბებული ეს პროტო ვარსკვლავი და პროტო ვარსკვლავის ასიმეტრიული გამოსხივება, ეს როგორ თითქოს და ის რო არის, რა ქვია, ქვიშის საათი, აი ეგეთ ფორმის გამოსხივება, ხედავთ როგორ არის გამოტყორცნილი ეს, რა ქვია, ზედმეტი ნისლეული როგორ არის მოცილებული. სხვა შორის ეს ფრიად საინტერესოა, იმიტომ რომ სულ ფიქრობდი ხოლმე, რატო უნდა იყოს აფეთქებები და ესეთი გამოტყორცნები ასიმეტრიული. რა ვიცი, გაირკვევა ალბათ, შეიძლება ეს მაგნიტური ველის ბრალია, რომელიც იქ არის და სხვადასხვა ასეთი მიზეზი შეიძლება დასახელდეს. ეხლა ეს არის წეგან ლაპარაკი იყო კიდევ იმაზე, რომ ჩვენგან რა მოჩანს, რატო არის გაყვანილი, აი სხვადასხვა დიაპაზონიანი ასტრონომია გვაძლევს ძალიან ფართო დიდ ინფორმაციას სხვადასხვა ობიექტების შესახებ და მაგალითად ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ჩემი სიყვარული ორიონის ნისლეული, რატო ამბობ და ხას რატო უსვა ორიონის ნისლეულის სიყვარულს, იმიტომ რომ საოცარი ობიექტია, იცით, აი მე მახსოვს ახალგაზრდა რო ვიყავი და AZ-11 მუშაობდა, მაშინ AZ-ზე რო ვაკვირდებოდი ხოლმე, რო ავთავრებდი ჩემი დაკვირვების პროგრამას, მოვაბრუნებდი ამ ტელესკოპს და უყურებდი იმ ნისლეულს, უბრალოდ უყურებდი თვალით რა. და ეს ისეთ შეგრძნება მქონდა, რომ ნისლეულიდან ჩემზე რაღაცა სითბო გადმოდიოდა თითქოს, ეს რა თქმა უნდა ტყუილია, იქიდან ჩემამდე სითბო ვერ გადმოვიდოდა, მაგრამ აი რაღაცა სულიერ დატვირთვას გაძლევთ ესეთი ლამაზი ობიექტების სქერა ცაში ყოველთვის. ეხლა ეს ორიონის ნისლეული სხვადასხვა ფერებში არის აქ ნაჩვენები, არის ვიზუალურ ფერში როგორ მოჩანს საბლის გადაღებული და მეორე ინფრაწითელ ფერში როგორ მოჩანს სპიცელის გადაღებული ესეთი რაღაც. ეხლა ძალიან ცოტა ავაჩქაროთ თუ შეიძლება, იმიტომ რომ მაგდენი დრო არ მაქვს, თამთა გამაგდებს მალე, მაგრამ რაღაც დაცვა გამაგდებს რა მნიშვნელობა მოგეთ, აი ეგეთი რაღაცეები არის და აი შეხედეთ როგორ დეტალებში მოჩანს რაღაც სხვადასხვა. უნდა გითხრათ ორიონის ნისლეული ეს ცნობილი ადგილია, სადაც მიმდინარეობს ვარსკვლავის წარმოშობა დღეს. ჩვენ თვალწინ პირდაპირ ჩანს როგორ იბადებიან ვარსკვლავები. კიდევ ერთი რაღაცას გეტყვით, რომ სამწუხაროდ დღეს ვერ მოვიტანე სიახლე, აღმოჩნდა რომ ჩვენ მზეს გავლილი აქვს ორიონის ნისლეული დაახლოებით 300 მილიონი წლის წინ. და ერთ-ერთი პრობლემა სერიოზული, რომელიც არის ხოლმე ჩვენთან, მაგალითად, რატო ხდება ის გლობალური ძალიან დიდი პერიოდიანი კატასტროფები, რომელიც დაუშვათ 26 მილიონი წლის წინ ამოწყდა ძალიან ბევრი ცოცხალი ორგანიზმი, იქ იყო 250 გონი, კიდე 500 მილიონი წელი და ეგეთი. აი ასტრონომები ფიქრობენ, რომ შეიძლება ამ დროს მზედა მზის სისტემა გადის რაღაც ნისლეულებში, ან ღრუბლებში, რომლებიც იწვევენ აი ამ კატასტროფებს დედამიწაზე და აი ზუსტად შეხვდა გუშინწის სტატია ეგეთი, რომ ორიონის ნისლეული და კიდევ რამდენიმე ნისლეულია ჩამოთვლილი, მზის დინამიკა შეისწავლის, მოძრაობის დინამიკა და დაფიქრობენ, რომ შეიძლება ეს ნისლეულები გაიარა და ამიტომ მოხდა ის კატასტროფები, რომელიც ჩვენთან არის. აი ეს უბრალოდ სურათი, რომელიც ძალიან ცნობილი ბეტელჰეიზი, რომელსაც ველოდებით დღეს ხვალ უნდა აფეთქდეს და სულ ველოდებით. მართალია, მე ახალგაზრდობიდან ველოდები და ჯერ არ აფეთქებულა და რა ვიცი, ეხლა თქვენ ელოდეთ და დააგრძელეთ ლოდინი. ყოველდღიურად შეიძლება ის არის, რა ქვია, სტუდენტებს უნდა ვიხმეთ ხოლმე, რომ ეხლა რომ
წავიდეთ, შეიძლება აფეთქებული დაგხვდეს მეთქი რაღაც ეგეთი და ისე ძალიან საინტერესოა, ბუნებრივია, რომ ეს თუ მოხდება თან კარგი როგორი იქნება აფეთქებამდე, როგორი აფეთქებამდე, ეს აფეთქება და აფეთქების შემდეგ, რომ იმ ადგილას ბეტელეიზი აღარ იქნება, ბუნებრივია სახე შეიცვლის თვითონ ორიონის თანავარსკვლავედი. ეხლა ესენი მე მოვიყვანე უბრალოდ რაიმე სიახლის სათქმელად, არა ერთი დეტალი, რომელსაც ბოლო დროს ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე, ესენი არის ნისლეულები. ეხლა უფროსი თაობის ასტრონომები, არა მე და მაია დავრჩით, არა მარტო მაია არ არის უფროსი თაობა, დამეთანხმებია, რომ დაუშვათ ძველი გადაღებულ ფოტოებზე ჩვენ ესეთი ლამაზ ნისლეულები არ გვინახია. იცით ეხლა ხანდახან უყურებ ხოლმე და აღტოვანებული ვარ, ეს იმის ბრალია, რომ ჩვენმა ტექნიკამ მოიმატა და საშუალებებმა ესეთი ლამაზი ფოტოების და ესეთი რა ქვია შეღწევადობის, დიდი შეღწევადობის ფოტოები რო გადაგვიღოს. ხო შეიძლება ხას უსვავ, რომ ძალიან დიდია და ძალიან ლამაზი ფოტოები აქვს ასტრომოყვარულებსაც. ანუ ასტრომოყვარულები და შეიძლება ასტრომოყვარულების რაღაცნაირად ორგანიზება ისე რომ იქნებოდა სერიოზული ასტრონომიული ამოცანები გაკეთდეს. აი იმიტომ რომ სხვადასხვა წარმოვიდგინეთ მთელი დედამიწის მასშტაბით გავრცელებულები არიან ასტრომოყვარულები და ერთი და იგივე ობიექტს იღებს 10, 15, 50 ერთდროულად ან და სხვადასხვა დროს. აი თქვენ თუ შეადარებთ ამ ფოტოებს ერთმანეთს მოკრებთ და შეადარებთ, შეიძლება აღმოაჩინოთ ცვალებადი ვარსკვლავები, შეიძლება აღმოაჩინოთ რაღაც დინამიკური ცვლილებები ან რაღაც ეგეთი მოხდეს აი ამერების შესავით. მე მგონი საინტერესოა თუ ვინმე დაინტერესდება. ისევ არის აი ნისლეულები, შეხედეთ აი ეს ფორმები აქვს წაოცარი. ეხლა თანდათანობით მივიწევთ galaktikis ცენტრისაკენ და galaktikis ცენტრში აღმოაჩენს მე 1-2 წლის წინ ვამბობდი ლექციაში, რომ იპოვნეს მეთქი რაღაცა უცნაური ობიექტი, რომელიც დარბის შავი ხვრელის გარშემო galaktikis ცენტრში, მაგრამ არიციან რა არის, უბრალოდ იპოვნეს რა რაღაცა და არიციან რა არის. აღმოჩნდა ეს არის მასიური ვარსკვლავი, დიდი ვარსკვლავი, რომელიც საინტერესო რაღაცას აკეთებს. ეს არის ეინშტეინმა ჯერ კიდევ 1919 წელს, არა 15 წელს იყო, იწინასწარმეტყველა მერკურის ორბიტის პრეცესია, გახსოვთ ეს ალბათ. და ეს დიდი გრავიტაციულ ველში უნდა მომხდარიყო ვარსკვლავი. ყველა პლანეტას გააჩნია თავის პრეცესია, მაგრამ ამ შემთხვევაში დიდ გრავიტაციულ ველებში ეს პრეცესია უფრო სწრაფია. აი შეხედეთ, როგორ მოძრაობს, ეს არის უკვე აი იმ დიდი ტელესკოპიდან ბეტეადან თუ ველადან დაკვირვებული ეს ობიექტის მოძრაობა, როგორ მოჩანს ეს ობიექტი და უშუალოდ ჩვენი galaktikis ცენტრის გარშემო როგორ პრეცეზიას განიცდიდა და როგორ მოძრაობს ეს ობიექტი. აი ხედავთ? საკმაოდ სწრაფად და პირდაპირ დაკვირვებადი ეს პროცესი. რა ეხლა თუ მერკურის შემთხვევაში ჩვენ რაღაცა წამების გადაადგილებას უნდა ველოდოთ 10000 წელი ან და 1000 წელი, აი ამ შემთხვევაში რადგან გრავიტაციული ველი ძალიან დიდია, ეს სწრაფად ხდება. ეხლა შემდეგი კაი გადავინაცვლოთ ცოტა კიდე და ხანდახან ყვები ხოლმე რომ ჩვენი ტვინი იმ ასტრონომიასთან ერთად იზრდება მეთქი. ან კიდე ჩვენი შეხედულებები სამყაროზე ასტრონომიასთან ერთად იზრდება მეთქი. წარმოვიდგინეთ რომ 1922 წელს მთელი ჩვენი სამყარო იყო 100,000 სინათლის წელიწადი. ხო სასაცილოა დღევანდელი გადმოსახედი, იმიტომ ვფიქრობდნენ რომ ჩვენი სამყარო მთლიანად იყო ჩვენი galaktika და ყველაფერი ჩვენ galaktikაში იყო მოთავსებული. ნუ თავიდან ხო ეგონათ რომ ეს დედამიწა იყო ცენტრში, მე აქ რაღაცა 3000 კილომეტრზე თუ 1000 კილომეტრზე ესე ფიქრობდნენ ბერძნები მოთავსებული იყო ცისფერო და აქ შიგნით ვიყავით ყველაფერი და ყველანი. აი მე 1922 წელს ფიქრობდნენ რომ ეს იყო ჩვენი სამყარო, ჩვენი galaktika. აი ახლა დღევანდელი სამყაროს მასშტაბი როგორია უკაცრავად გადავხდი ფოტოზე, ქვევით ნაწილზე მოჩანს როგორი არის დღევანდელი სამყაროს ცნობილი სამყაროს, ცნობილი კი არა, ახლა ძალიან ძნელია სიტყვა ცნობილი თქვა ჩვენ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ აქედან უდიდეს რაოდენობას ჩვენ ვერ ხედავთ ფიზიკურად. წარმოიდგინეთ მაქსიმალური მანძილი, საიდან ჩვენ დავინახავთ სამყაროს რაღაც ელემენტებს, ეს არის 13.8 მილიარდი სინათლის წელიწადი. იმიტომ რომ ახლა იმაზე ადრე წამოსული სინათლე იმაზე უფრო შორიდან წამოსული სინათლე ჩვენამდე ჯერ მოსული არ არის და ამიტომ ვერ დავინახავთ აი ეგეთ რაღაცასთან გვაქვს საქმე. ეხლა აქვე არის ერთ საინტერესო ის შეხვდა როგორი შეიძლება იყოს ჩვენი galaktikis შედარება და უშუალოდ ჯუჯა galaktikisთან. საქმე იმაშია რომ ბოლო დროს ძალიან დაინტერესდა მეცნიერები ჯუჯა galaktikებით, იმიტომ რომ ჯუჯა galaktikების ცენტრებში იპოვნეს შავი ხვრელები. ეს კიდევ ახალი ის არის, ცოტა უცნაურობა, იმიტომ რომ არსებობენ ჰიპერმასიური შავი ხვრელები, ჩვეულებრივი შავი ხვრელები, რომლებიც არის ვარსკვლავის მასის შავი ხვრელები და არის შუალედური მასის შავი ხვრელები. შუალედური მასის შავი ხვრელებად, რომლებიც ვარსკვლავიდან ვერ წარმოიშობოდა.
გაითვალისწინეთ. იმიტომ რომ შავი ხვრელი ვარსკვლავიდან რომ წარმოიშვას, მაშინ ვარსკვლავი უნდა იყოს 1000 მზის მასის და ეგეთი ვარსკვლავები არ არსებობენ. და შუალედური მასის შავი ხვრელები ეს არის დაახლოებით 100 მზის მასიდან დაახლოებით 100.000 მზის მასამდე. და აღმოჩნდა რომ ზუსტად აი ესეთი ჯუჯა galaktikები, რომლებიც პატარებია ჩვენთან შედარებით, იმის ნახტომთან შედარებით, მაგრამ ძირითადად ცენტრში ყავთ ესეთი შავი ხვრელები. მაგალითად ანდრომედას galaktikis ფოტო თუ გინახიათ, გვერდით ორი პატარა galaktika ყავს. ანდრომედა აი ეგენი არის ჯუჯა galaktikები. ეხლა შემდეგ თუ გავაგრძელებთ იმას და როგორი არის შეფარდება ჩვენი ეს არის ჩვენი შავი ხვრელი, ანუ ირმის ნახტომის ცენტრალური შავი ხვრელი, რომლის მასაც არის დაახლოებით 4 მილიონი მზის მასა და ადგილობრივი ჯგუფის ცენტრალური შავი ხვრელი ეს არის M87-ის მასა არის დაახლოებით 6 მილიარდი მზის მასა. ეს რომელი galaktika იცით? ეს რომელი შავი ხვრელია? პირველად შავი ხვრელის ფოტო რო გადაიღოს, აი მაგაზია ლაპარაკი ზუსტად, აი მის გადაღება მოხერხდა პირველად, იმიტომ იყო წეღან თემური ბოლომდე არ განმარტა, იმიტომ უნდათ ეს სხვადასხვა ქვეყნებში დადგმული რადიოტელესკოპები, რომ რაც უფრო შორს იქნება რადიოტელესკოპები ერთმანეთისგან მოთავსებული, მით უფრო მეტი გარჩევის საშუალება გვეძლევა ცაზე და მით უფრო პატარა ობიექტების დაფიქსირება და გარჩევა შეგვიძლია ჩვენ ამით გავაკეთოთ. ინტერფერენციის მეთოდით. ეხლა დღეს ძალიან ბევრი როგორ ვარ დროში? გავმივართ? აი მოკლედ აი გაჩვენებთ ეხლა ესეთ საინტერესო ობსერვატორია DESI, რომელიც dark energy სპექტროსკოპული ინსტრუმენტები, რომელიც პოულობს და ეძებს ამ შავ ხვრელებს. და ესეთ შავი ხვრელების საშუალო მასის შავი ხვრელები მას აღმოჩენილი აქვს დაახლოებით მოკლედ 1000-ობით შავი ხვრელი იპოვნა და შეხედეთ galaktikები რამდენია ჯერ კიდევ 14.7 მილიონი galaktika არის აი ამ ვიდეოში ჩადებული. წარმოიდგინეთ როგორი რაოდენობა არის და ხანდახან ასტრონომებს გვედავებიან ხოლმე რატო არიცით, აბა მიდი და ისწავლე. თითოეული galaktikas აქვს თითოეული თავისი ინდივიდუალური თვისებები, ხასიათები, ყველაფერი ინდივიდუალიზებას უნდა ისწავლო, ამაშიც უნდა ისწავლო და კიდე galaktikამდე სანამ ვიხავ ჩვენთან რამდენია. ეხლა მე გეტყვით რამდენიმე საინტერესო ამასინად გავაკეთე ბატონ შალომ თხოვა საბაშვილმა და პოპულარული ის იყო მოამბეში დაუბეჭდე, მოამბე კი არა კაცო რა ქვია, კალენდარში დაუბეჭდე და იქ იყო მოვიყვანე ესეთი რაღაცეები შავ ხვრელებზე და საინტერესო რა იყო აქ შავ ხვრელებზე, პირველი იყო აი ეს ტონ 618. ჯერ კიდე უცნაური არის ის ამ ტონში, რომ დავინტერესდე სახელით. რატო ერქვა ესეთი უცნაური? მეთქი 618 ტონა თუ რა შუაშია და რატო ქვია ეგეთი სახელი? აღმოჩნდა რა, ეს არის ობიექტი, ეს აღმოაჩინეს ტონანტალიზას ობსერვატორიაში მექსიკაში 1957 წელს, როგორც თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი. ცისფერი ჯუჯა ვარსკვლავი. წარმოიდგინეთ, ამხელა ობიექტი ცისფერი ჯუჯა ეგონათ თავიდან. და აღმოაჩინეს ჩვენი galaktikis პოლარული არეებისაგან საქმე იმაშია, მან საინტერესო ისაა რომ პოლარული არეები, რატო? იმიტომ რომ galaktikis სიმწყეში ესეთ ობიექტებს ვერ დაინახავ. მაშინ გიჩნდება აზრი, რომ თუ პოლარულ არეებში ესეთ რაღაცებს პოულობს, ესე იგი რამდენია ზოგადად ყველაფერი, რომელიც ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ ჩვენ ამას ვერ დავინახავთ სიმწყეებში. სიმწყეში ძალიან ძნელია აი ესეთი ცისფერი ვარსკვლავების დანახვა. შემდეგ აღმოჩნდა რომ მოკლედ რო თქვა ეს იყო შავი ხვრელი, რომელსაც მასა ჰქონდა 66 მილიარდი მზის მასა. წარმოიდგინეთ როგორი ის არის მარტო ერთ შავ ხვრელს. ეხლა კიდე უცნაური ამას კიდე განსხვავებული რა აქ ისა რომ აი აქვს ესეთი ნისლეული, აი შეხედეთ ესეთი უცნაური ნისლეული, ლაიმან ალფას ნისლეული ქვია ამ ნისლეულს. ეს ნისლეული ჩვენ galaktikაზე, რომელიც არის 100.000 სინათლის წლის დიამეტრში, სამჯერ უფრო დიდია. 300.000 სინათლის წელი ამ ნისლეულის დიამეტრი. წარმოიდგინეთ და 300.000 სინათლის წელიწადი ნისლეული ანათებს ლაიმან ალფაში, ეს ნიშნავს რომ აი ლაიმან ალფას გამოსხივება რა არის? იცით აი ყველაზე კაშკაშა ცხელი ვარსკვლავები ასხივებენ ლაიმან ალფაში. ეს არის დაახლოებით 20-25.000 გრადუსი რო აქვს ტემპერატურა გამოსხივებას, ეგეთი ობიექტებზია ლაპარაკი. და აი ეს ნისლეული ასხივებს ყველაფერს ამას ლაიმან ალფა. ესეთი უცნაური ობიექტები. რა არის, რატო ხდება ეგ ბოლომდე ძალიან ხო გითხარით, ღმერთმაც არ იცის მეთქი. ეხლა გავაგრძელოთ და მეორე შავი ხვრელი. აღმოჩნდა რომ თურმე ეს ტონ 618 არ არის ყველაზე მასიური შავი ხვრელი. ყველაზე მასიური შავი ხვრელი, ხო, ეს არის შვარცშილდის არეები. ანუ ამ არეშია მოთავსებული შავი ხვრელი, ამას ვერ გაცილდება. მაგაზია აქ ლაპარაკი. და ჩვენი მზის სისტემა წეღანდელ ფოტოზე იყო, აი აქ
შუაში, რა ქვია, მზის სისტემა რამხელა არის აი ამასთან შედარებით. აი ეს არის მზის სისტემა. 80 ასტრონომიული ერთეული დაახლოებით. ეხლა აი ეს არის ფენიქსი, რომელიც 100 მილიარდი მზის მასაა, მისი მასა და შიგნით მოთავსებული ტონ 618 რამხელი იქნება ფენიქსთან შედარებით, შვარცშილდის არე და შუაში ჩვენ რამხელები ვართ ამ ყველაფერთან შედარებით. ეხლა აი ამას რო ვაკეთებდი ესეთი სიმართლე გითხრათ ცოტა არასერიოზული ფანტაზიები მომივიდა და ვფიქრდი მეთქი რაღაცა წავიკითხე და მოდი რაღაცა ვიფიქრო რა შეიძლება ხდებოდეს და ესეთი აზრები გამიშთა ეს პირდაპირ გეტყვით რომ ეს არასე ფანტაზიებია მაგრამ აგერ არის სტუდენტი ქალბატონი და მე გირჩევთ რომ ყოველთვის განავითარეთ თქვენი ფანტაზია არ მოგერიდოთ რაც მოგივა თავში თქვით ზოგი სისულელე იქნება პირდაპირ გეტყვით და ზოგი ძალიან კარგი აზრი გამოვა ამიტომ არ მოვერდით ხოლმე ეხლა მე ვიფიქრე რა რომ აი წარმოიდგინეთ თქვენ ცხოვრობთ ტონ 618-ში ან ფენიქს A-ში შავხრელში შიგნით ახარ და გონია რომ მთელი სამყარო ეს არის რასაც უყურებ ჩვენი სამყაროც ხო შავი ხვრელია რა ჩვენა ვიცით არის შავი ხვრელია რა გარდან ვიღაცებს გონიათ თუ არსებობენ ის ვიღაცები გონიათ რომ იქ არაფერი არ არის შავი ხვრელიან და რაღაცა შეიძლება ხდებოდეს რატო არ შეიძლება ისა და მე გამიჩნდა ესეთი აზრი რომ იქნებ ეს არის ერთმანეთში ჩასმული სხვადასხვა სამყაროების რაღაცა სტრუქტურები როგორც კიშმიშები ჩვენ სამყაროში სხედან რაღაცა შავი ხვრელები ჩვენი სამყარო ზის რაღაცა შავ ხვრელში მაგრამ ამის დამტკიცება როგორ შეიძლება ეხლა რადგან ჩვენ ვხედავთ ასე ვთქვათ აკრეციის დისკებს ძალიან ძლიერ აკრეციის დისკებს ტონ 618-ზე იქ ფენიქსაზე ესე იგი ჩვენ სამყაროსაც უნდა კონდეს აკრეციის დისკი და საინტერესოა დავიწყოთ ჩვენი სამყაროს აკრეციის დისკი საქმე იმაშია რომ გარედან შიგნით ვერ დაგვინახავენ მაგრამ შიგნიდან იმ აკრეციის დისკს მაინც დავინახავთ ეხლა რა შეა საქმე რომ თუ ჩვენი სამყაროს გარეთ არსებობს სხვა სამყაროები ან და სხვა რაღაცა ნივთიერება ვიღაცები არსებობენ, მაშინ უნდა იყოს ჩვენთან აკრეცია. თუ სხვაგან არავინ არ არის და მარტო ჩვენა ვართ თელ სამყაროში, როგორც დაუშვათ თავიდან ეინშტეინმა თქვა, მაშინ უბრალოდ აკრეციაც არ იქნება და ჩვენა ვართ, რაცა ვართ რა ეს ფართოვდებით და სივრცე მიგვაქვს და დროც მიგვაქვს და ჩვენთან არის მართლა ყველაფერი დაკავშირებული. აი ეგეთი არასერიოზული ფანტაზიები მინდოდა თქვენთვის მეთქვა და აი ახალგაზრდები რახან არიან მე მიყვარს ხოლმე რომ ახალგაზრდები მე ეწებენ ამაზე ფიქრს უახეს მართალია თუ არა თუ ტყუილია ეხლა მე დავანებებ უკვე დრო ძალიან შემომელია ახო აი ამას ვიტყვი ერთს რომ ესეთი საინტერესო სტრუქტურა აღმოაჩინეს ასტრონომმა კიდევ ყველაზე დიდი სტრუქტურა რომელიც დღეს აიციან ეს არის Kuipu ესე ქვია ესა თურმე ინკების ენაზე რაღაცა ძალიან დიდი განზომილებაა აი ჩვენთან როგორც ვეძახით მე ვფიქრობდი ქართული ანალოგი შეიძლება იყოს უთვალავი მართალია უთვალავს ხანდახან გულისხმობთ არა უსასრულობას მაგრამ ქართული უთვალავი არ არის უსასრულობა უთვალავი ნიშნავს რომ ძალიან ბევრია და არა უსასრულობა რაღაცა ეგეთია რაღაცა ქართულში და აი ეს არის ინკების კონიათ ეგეთი და მისი ზომა არის 1.3 მილიარდი სინათლის წელიწადი. წარმოიდგინეთ რამხელა სტრუქტურა არის ერთიანი სტრუქტურაა. ანუ ეს ჯგუფია, ესე იგი იქით სხვაც არის ეგეთივე ჯგუფი, იქით სხვაც არის ეგეთივე ჯგუფი და რაღაცა და ეგეთი რაღაცები ხდება. ეხლა ბოლოს სიმართლე გითხრათ ერთ დეტალზე მინდა გითხრათ და ერთ რაღაცაზე ფიქრობდი, საქმე იმაშია რომ რახან სიახლეებზე ლაპარაკი და რახან ჩვენ ობსერვატორიაზე ლაპარაკი და რაღაცა ვიფიქრე რომ რატომაც არა ეს ოხერი და რაზეა რა შეა საქმე. უკვე ერთ ჩემს სამუშაოზე უნდა გითხრათ რომელიც ბოლო დროს გავაკეთე და რომელიც აი დაუშვათ ეხლა იბეჭდება. ეს არის მე რაც მიყვარს ყველამ კარგად იცით სამი სხეულის ამოცანა. სამი სხეულის ამოცანა დიდად არ გავყვები ამ რაღაცების ნახაზებს დახატვას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უბრალოდ გეტყვით რომ აჩქარების ცენტრი განსხვავებულია მასათა ცენტრისგან სამი სხეულის შემთხვევაში და ამიტომ რახან მთვარე და დედამიწა და მზე ერთმანეთს მიმართ მოძრაობენ შესაბამისად ეს აჩქარების ცენტრის აი ამ ორბიტაზე უნდა მოძრაობდეს დაახლოებით ესე რო წარმოვიდგინე გაჩერებული დედამიწის შემთხვევა. აი ეს მე მაწუხებდა დიდი ხანია უკვე მაწუხებს ყველა მიცით და ბოლო დროს მივედი ერთ დასკვნამდე ეს უკვე იბეჭდება აი დასკვნა რა არის მე ავდექი და დავიწყე მზის დაკვირვებები მე კი არ დავიწყე უკაცრავად აი წეგან ვლაპარაკობდი ჩვენ გარი ატმოსფერული ესეთი ძალიან კარგი ტელესკოპი დაფრინავს SDO ეს არის მზის დინამიკური ობსერვატორია მზის დინამიკური ობსერვატორია გვაწვდის ჩვენ ინფორმაციას
სხიურის სიჩქარეების შესახებ მზის ზედაპირზე მიმდინარე პროცესები. ამ სხიურის სიჩქარეებიდან დავიწყე საშუალო გრაფიკების აგება რაღაც გარკვეული უბნების და შემდეგ გამოვიყვანე თუ როგორი არის დაუშვათ ეს რა არის ეს ჩვენ როგორ მოძრაობთ მზის მიმართ რა მოკლედ ან მზე როგორ მოძრაობს ჩვენს მიმართ გამოდის რომ ზოგადი გრაფიკი არის ესეთი და უფრო როცა გაწმინდავთ ამ ტრენდისაგან აი ბატონი ფიზიკოსი ბრძანდება და თქვენ მიხვდებით რასაც ვამბობ რჩებათ აი ესეთი მეორადი პერიოდული საკმაოდ პერიოდული გრაფიკი. ბოლო-ბოლო ჯამში გამოვიდა რომ დედამიწა მოძრაობს არა კეპლერისეულ ორბიტაზე, არამედ აი ესე შედის გამოდის ამ კეპლერისეულ ორბიტაზე და გარდა ბარიცენტრული მოძრაობის, აქამდე ითვლებოდა რომ ბარიცენტრის გამო ხდება. ეს არის უკვე მთვარის გავლენით კიდევ დამატებითი მოძრაობა სამი სხეულის ეფექტიდან გამოწვეული და უნდა გითხრათ რომ დასკვნაში არის ის რომ ეს მოძრაობა აღწევს დაახლოებით 25000 კილომეტრს აი ესე შევდივართ და გამოვდივართ ხოლმე მზის თვეში ერთხელ ეს მთვარის გავლენაა. მადლობთ ყურადღებისათვის მე მგონი ეხლა კიდევ იყო რაღაცები მაგრამ ძალიან მეშინიერო დაგღლით აქ და ხო ერთი რამე უნდა გითხრათ რომ ეს თვე მაინც ქალებისთვის არის და აბატონო გიძღვით ასტრონომები ქალებს აი ამ გულის ნისლეულს. მადლობთ თუ შეკითხვები გაქვთ თხოვთ ეხლა უკვე თქვენი დროა თქვენ რამდენიც გინდა იმდენი ილაპარაკეთ. შეკითხვა არა მაქვს კომენტარი თუ შეიძლება გავაკეთო. ესე იგი ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ორგანიზატორებს. ძალიან კმაყოფილი ვარ ეთყობა ბატონი გიორგი ჯავახიშვილი ბოლოსთვის შემოინახეთ ესეთი ცოცხალი მე რო ასაკი მაძლევდეს საშუალებას გეფიცებით თქვენი სტუდენტი გავხდებოდი ხო და პოპულარული ენით ბატონი გიორგი შეეცადა ჩაგვეხედა ჩვენ თვითონ ჩვენგანს აი ამ წარმოუდგენელ ჩვენთვის წარმოუდგენელ ძნელ მასშტაბებში ჩაგვეხედა და მესამე კურსზე ჩვენ ყავდა გივი ხუციშვილი რომელიც გვიკითხავდა გივი რაჟდენოვიჩ ხუციშვილი რომელიც გვიკითხავდა ფარდობითობის თეორიას აინშტაინისას და იქ არის ისეთი აი სინათლის სიჩქარით რომ მოძრაობს თუნდაც სახაზავი მისი იცვლება ზომები ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო და ყოველთვის ფრთიან გამოთქმას დააყოლებდა ხოლმე მი თუ არესი ჩვენი წარმოდგენებისათვის აი მი თუ არესი ჩვენი წარმოდგენებისათვის ძნელია წარმოსადგენად ძნელია მაგრამ ძალიან დიდი მადლობა აი ესეთი კარგი მოხსენებისათვის გაიხარეთ მადლობა ყველაფრისთვის და ერთი ორი შეკითხვა გვაქვს რა მოხდებოდა მაგალითად დედამიწა მანძილი მზესა და ცუდა 1%-ით შორს ყოფილიყო ამას სახსდებოდა გავეკინებოდით ძალიან განიცდის დედამიწა აი მე ის ნაწილი აღარ მოვყევი სხვათა შორის იმიტომ რომ დრო არა გვაქვს მაგდენი ესეთი არის მალენკოვიჩის ციკლი ძალიან ცნობილი ჩემ რატო მივაბი ამას რომ აი ამ სამუშაოსთან გარკვეულწილად დაკავშირებულია ესა და აი რა იგულისხმება იცით აი ხედავთ როგორ იცვლება დედამიწის ორბიტა ეს არის 100000 წლიანი პერიოდი ჩვენი გამყინვარება და დათბობის პერიოდი ეხლა სხვა ჩვენ 64-ში ვცხოვრობთ -10000 +100000 წელიწადი 10000 წლის მერე ისევ გამყინვარება დაიწყება აი ამის გამო რომ ეს მივდივართ უახლოვდებით რაღაცა და შესაძლოა განათებაც იცვლება დედამიწაზე განათლება ცვლის კლიმატი იცვლება და ეგეთ ეს ხანგრძლივი პერიოდი იცი მაიამ რაც ილაპარაკე ეს არის დღევანდელობა და ჩვენი გამოწვეული ხშირად და აი მილენკოვიჩი ეს უკვე მაგას ვერაფერს ვერ უზავთ დედამიწას ვერ მივწევ და ვერ თვილად უნდა ჩავიცვათ რა კიდევ ერთი შეკითხვა კი ბატონო გჯერათ თუ არა შემოქმედის თავისი შეიქმნებოდა დედამიწა თუ რატომაც არ ვიცი აი მე ვარ აგნოსტიკოსი პირდაპირ გითხრათ აგნოსტიკოსი ვარ ვამბობ რომ არ ვიცი მეთქი რა შეეცით საქმე აი იმ სამყაროში დაახლოებით რომ ვილაპარაკოთ იქ ჯერჯერობით არ ჩანს ღმერთი მაგრამ იბადება კითხვა კი მაგრამ აი გარედან ვინ გააკეთა ეს სამყარო ამიტომ არ ვიცი თქვენ ზაკვირვებას თვარის ზემოქმედებასთან მიმართებით სამი სხეულის პრობლემაზე ზოგადად ეს ძალიან კომპლექსური პრობლემაა და მის გადაწყვეტაში თქვენი დაკვირვების როლს როგორ ხედავთ აი ეს კონტექსტი აი ვიცი რა აღარ გავაგრძელე იმიტომ რომ ძალიან ტრაბახი გამომდიოდა ისეც მეუხერხულებოდა ამის მოყოლა მაგრამ
პირდაპირ გეტყვი როგორ ხედავ ახლა. პირველი, აი ის რო არსებობს რაღაცა განსხვავებული წერტილი, აჩქარების წერტილი, რომელიც დაუშვათ არ არის გრავით მასათა ცენტრი, არის მიღებული ჩემს მიერ. ეს იყო ახლით 1-20 წლის წინ. მე ამ აჩქარების ცენტრის მოძრაობა უნდა იწოვდეს დედამიწის ორბიტაზე მოძრაობას, ესაც მე გამოვიყვანე და ბოლოს კიდე ამას არგუმენტაცია მჭირდებოდა, იცით, იმიტომ რომ ბევრს არ ჯერა პირდაპირ რო გითხრათ, აი რაღაცა რო ვაგზავნე ისა და ამიტომ არგუმენტად გამოვიყენე, აი სხვა შემთხვევით მივაგენე რომ შეიძლება მზით, შეიძლება ამის გაკეთება. აი მზეზე რა ხდება, იცით, რომ ჩვენ ვიღებთ სხიურ სიჩქარეს მზისა ყოველი წერტილიდან. აი SDO-ში თუ ჩაიხედებით, ღია ინფორმაცია. Solar Dynamical Observatory არის ეგეთი და იქ აი თუ ააგებთ გრაფიკს, აგალითად ეს არის გრაფიკი ყოველ 23 საათზე. ვიღებ კადრს, რაღაცა ვასაშუალებ და ხედავთ როგორი გრაფიკი გამოდის. შემდეგ ვხსნი ზედმეტ ტრენდს, მათემატიკასთან ახლოს ახარ და გეცოდნებათ რას ნიშნავს და მრჩება რეზიდუალები ესენი. და ეს არის პირდაპირ ახლა აქ არ მაქვს მოყვანილი, ეს არის 29.3 დღე პერიოდი. ანუ ზუსტად თვარის პერიოდია. თვარის პერიოდი გამოწეულია და ანუ ჩვენი დედამიწა ამ თვარის პერიოდით მივდივარ წინ და უკან. სიჩქარე არის 20 მეტრი წამში, პლუს მინუს 20 მეტრი წამში. თუ ამას აიღებ 14.5 დღეზე გამოდის რომ 25,000 კილომეტრით გავსეირნებ წინ და უკან. არ ვიცოდით აქამდე უბრალოდ. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ თეორიის ექსპერიმენტულ ვალიდაციასთან რაღაცა ხო, იცი რა არის, ახლა ვეძებ სიმართლე გითხრათ რას, აი ფიქრობდი რას, მარსის დაკვირვებით შეიძლება მაგის გაკეთება. თუ მარსს დააკვირდებით, ერთი თვარის პერიოდის განმავლობაში, ჩვენ მარსზე უნდა ვხედავდეთ, რომ მარსი გვიახლოვდება და გშორდება. გარჩევით, ოღონდ ეგეთი გარჩევა 1/1000 სეკუნდი, აი ეს ტელესკოპი გამიხარდა, მაგრამ ეს ტელესკოპიც ვერ შეძლებს რა მოკლედ მაგდენს. 1/1000 სეკუნდზე აქ ლაპარაკია, წარმოიდგინეთ, მარსი ჩვენგან ჩანს 14 სეკუნდი მაქსიმუმ, არა? დიამეტრში. 14 სეკუნდი თქვენ უნდა აიღოთ მარსის რომელიღაცა ერთი დეტალი, მაგალითად ხრამი ან რაღაცა და უყუროთ ამას, ანუ ეს 1000-ად რო გაყოთ 14000 პიქსელი იქნება, 14000 პიქსელიანი არც ერთი ის არ არის და ეს ერთი ცალი ეს ხრამი უნდა იზრდებოდეს და მცირდებოდეს. ამას უნდა ხედავდე. აი ეს დაკვირვება ამას გაძლევს. მაგრამ მაგდენზე ჯერ ვერ გავქაჩეთ. ტექნიკურად კიდევ იყო შემოთავაზებული ეგეთი წინადადება, რომ გაიას მონაცემები, გაი არის ძალიან კარგი თანამგზავრი დაფრინავს და გაიას მონაცემებით შეიძლება მაგის ამოღებაო, მაგრამ ის თლათ ეგრე არ არის რა, რომ ანუ გაია თვარის სავსე თვარეობის დროს ერთ მონაცემის უნდა იძლეოდეს და ახალ თვარეობის დროს მეორე მონაცემს უნდა იძლეოდეს, აი მაგის შეიძლება მაგე გააკეთო. დავით კიდე შეიძლება ალბათ მე ვფიქრობდი რომ აი მაგალითად რადიო დაკვირვებები მუდმივად მარსზე, რადიოლოკაცია მუდმივად მარსის. მაგრამ მაშინ უნდა შეთავაზო ვინმეს ესეთ ობსერვატორიას რომ გააკეთეთ ჩემი ხათრით თუ შეიძლება რომ მაინტერესებს. მარსი არის ისეთი კაშკაშა ობიექტი რომ ეხლა ვიღაცა არ დაიწყებს მაგის სპეციალურ კვლევას მიხვდი. ეგ შეიძლება მარსზე, შეიძლება მზეზე, მაგრამ მზესა აქვს პრობლემა ის რომ არამყარი ზედაპირია და რადიოლოკაცია საშინელ შედეგებს იძლევა, ზუსტად არც იციან რამდენია ის, იმიტომ სუნთქავს რაღაცა. ვენერა ძალიან დაფარულია ვენერაზე, აი ახლო ობიექტებზე უნდა დავინახოთ, რომ ჩვენ თურმე მოძრაობთ. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გამოგვივიდა, ძალიან დიდი მადლობა ყველას დასწრებისთვის. ჩვენ მომხსენებლებს განსაკუთრებული მადლობა და იმედია კიდე შევხვდებით. არაერთი საინტერესო თემებით.